გამარჯობა ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში გაეროს გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ ფორუმზე მიხეილ ყაველაშვილმა ვრცლად ისაუბრა და ყურადღება ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. ჟენევაზე ჩვენს კორესპონდენტ ანუკა ბუავას ჩართობთ ახლა პირდაპირ ეთერში. ანუკა, გისმენთ. ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი მონაწილე სახელმწიფოებისთვის არის კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ საერთო ხედვებზე სასაუბროთ ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, არამედ ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. ამის დასტური არის ის, რომ წუთი წუთზე უნდა დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ დივანს ანტონიო გუტიერეს შორის შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ სწორედ ანტონიო გუტიერეშის მოწვევით იმყოფება მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში და მონაწილეობს ღონისძიებაში, რომელიც არის საკმაოდ მასშტაბური. სწორედ პალექსპოს საგამოფენო სივრცეში დაიწყება სულ ცოტა ხანში ეს შეხვედრა და საუბარი შეეხება სამომავლო თანამშრომლობას. თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამთავრობო პლენარული სესიის ფარგლებში. მიხეილ ყაველაშვილმა აქ შეკრებილ სტუმრებს მიმართა. აქ საუბარია 1500 დელეგატზე და 93 ქვეყნის წარმომადგენელზე, რომელიც მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და პრეზიდენტმა ისაუბრა ტექნოლოგიების განვითარების სწრაფ ტემპთან დაკავშირებით, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი სწორად მართვა. იცოდნენ სახელმწიფოებმა, ვინაიდან ის არ გახდეს გლობალური არასტაბილურობის მიზეზი. სწორედ ამიტომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მის გამოსვლაში თქვა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება იმისთვის, რომ იმ გამოწვევებს და საფრთხეებს, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ადეკვატური პასუხი გაეცეს სახელმწიფოების მხრიდან და მეორეს მხრივ საფუძველი შეექმნას თავისუფალი ციფრული მომავლის შექმნას მთელს მსოფლიოში. ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი დღეს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურ გავლენას ახდენს გაეროს საქმიანობის სამივე საყრდენზე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებაზე. ხელოვნური ინტელექტის სახით ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ ახალ ტექნიკურ ინსტრუმენტთან, არამედ ავტონომიურ ძალასთან, რომელსაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, შექმნას ახალი იდეები და აწარმოოს გავლენიანი ნარატივები. ტექნოლოგიის არასწორმა ან არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შესაძლოა რეალობის შესახებ ახმები იმდენად გაამრუდოს, რომ გლობალური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ენა და კულტურა ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. თუ ხელოვნური ინტელექტი მათზე კონტროლს დაგვაყვარგინებს, საფრთხეს ქვეშ დადგება თავად ადამიანის რაობა და კაცობრიობის მომავალი. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკური ბუნება. ხელოვნური ინტელექტი თავისი არსით ცენტრალიზებული ტექნოლოგიაა. მოწინავე მოდელების შექმნა მოითხოვს კოლოსალური ფინანსური რესურსების, გამოთვლითი სიმძლავრეების და დიდი მონაცემების მობილიზაციას. ძალაუფლების ეს უპრეცედენტო კონცენტრაცია არ უნდა იქცეს ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი ციფრული ტირანიის იარაღად, რომელიც ხელყოფს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა შევქმნათ მყარი საერთაშორისო სამართლებრივი არქიტექტურა, რომელიც დააბალანსებს კონცენტრირებულ ძალაუფლებას, თავიდან აგვაცილებს გეოპოლიტიკურ ქაოსს და უზრუნველყოფს, რომ ეს უზარმაზარი რესურსი ცალკეული სუბიექტების დომინაციის ნაცვლად მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურებოდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი ღია, თავისუფალი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლისთვის, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ადამიანის ღირსებასა და მის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სამყაროში.
ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციით გასული წლის 26 აგვისტოს შეიქმნა. ახლა კი ჟენევაში მიმდინარეობს პირველი საინაუგურაციო კონფერენცია და სწორედ აქ მსჯელობენ ახლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ლიდერები, ასევე 1500-ზე მეტი დელეგატი საერთო ხედვებზე თუ როგორ უნდა მოხდეს ერთის მხრივ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება, მეორეს მხრივ კი გამოწვევებთან გამკლავება. სწორედ გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნა ეს ღონისძიება, სადაც ანტონიო გუტიერეშმა თქვა ისიც, რომ მომავალი შეხვედრა გაიმართება ნიუ-იორკში, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ამ მსჯელობის შემდეგ უკვე კონკრეტული ხელშესახების შედეგი იქნება მიღწეული. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით აშენდება. ამ მიდგომის მიხედვით სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარება მართვას თავად უზრუნველყოფს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლის სპორტი განავითაროს არაერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც სპორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე უფრო ვრცლად პირდაპირ ეთერში შოთა ფალავანდიშვილი ისაუბრებს. შოთა, გისმენთ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ლენდლორდის მოდელით ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს ქართული ბიზნესი. ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ დამატებით სატრანზიტო ფუნქციები შეიძინა და ამავდროულად ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის, ასე ვთქვათ, მოდელში, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომით აშენება პორტის ეს არის საუკეთესო მიგნება მათი აზრით და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სტრატეგიული ობიექტი ერთგვარად დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა ბიზნესისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდება, რადგან სახელმწიფო საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს ყველა იმ რისკს, რომელიც შეიძლება ინვესტორს მსგავსი სახის ბიზნეს პროექტში შეიძლება ჰქონდეს. იმ ფონზე, როდესაც ინტერესი შუა დერეფნის მიმართ არის მომატებული, ვფიქრობ, სწორი არის და დროული არის სახელმწიფო ისარგებლოს ამ მომენტუმით და მისი როლი და ფუნქცია პროექტთან დაკავშირებით გამოკვეთოს და უფრო გააძლიეროს, რაც იგულისხმება ლენდლორდის მოდელით პროექტის განვითარებას. აღნიშნული მისცემს შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ გამოკვეთოს უფრო გააფართოვოს, მოდი ასე ვთქვათ, ინვესტორთა წრე, ვინაიდან ინვესტორები ითვალისწინებენ რა, რომ რისკის მატარებელი რისკები დაბალანსებულია პროექტის მიმართ, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღონ და წაახალისებს ინვესტორთა გადაწყვეტილებას. სპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მხრიდან კრიტიკულად აფასებენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელთა დამფუძნებლებმაც თავის დროზე ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რაც დადასტურდა არა მხოლოდ ქართული სასამართლოს, ისე საერთაშორისო არბიტრაჟების მხრიდან. ლელოში ფიქრობენ, რომ ანაკლის მშენებლობა ქართულ სახელმწიფოს დღეს არ სურს და შესაბამისად ნებისმიერი მსგავსი სახის პროექტი არ იქნება წარმატებული. განსხვავებულია მართველი გუნდის პოზიცია ქართულ ოცნებაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობენ იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს უდგას, საქართველოს სატრანზიტო როლი და ფუნქცია ძლიერდება, რაც ავტომატურად საჭიროებას აჩენს ყველა მსგავსი სახით სტრატეგიული ობიექტის დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და ისე მოხმარდეს ქვეყნის როგორც ბიზნეს, ისე ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ლენდლორდის მოდელი ამ შემთხვევაში მართველი გუნდისთვის არის საუკეთესო გამოსავალი და მომგებიანი როგორც ბიზნესის, ისე სოციალური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრობლემა არ არის მოდელში. სამი მოდელი იყო სხვადასხვა დროს შემოთავაზებული და სამივე მოდელი არის აპრობირებული მოდელი, რომელთაც მუშაობენ და ოპერირებენ სხვადასხვა საერთაშორისო პორტები. პრობლემა არის ხელისუფლებაში, რომელიც არ არის დაინტერესებული არც ერთი მოდელის პირობებში რაიმე გააკეთოს. შედეგობრივად მხოლოდ ერთ რამეს ვხედავთ. ანაკლია არ არსებობს ამ ეტაპისთვის. ანაკლის სპორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მნიშვნელოვანი არის, ოქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს, მით უმეტეს შუა დერეფნისა და დამაკავშირებლობის თვალსაზრისით ანაკლის სპორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის და მნიშვნელოვანი არის სწორედ, რომ აი ამ პოტენციალის გამოყენება მოხმარდება ჩვენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც ამავდროულად უზრუნველყოფს სოციალურ უსაფრთხოებას.
გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის მოდელთან დაკავშირებით საზოგადოებას დღეს გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სახელმწიფო ანაკლიის პორტს ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით ააშენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ძირითადი უფლება, ასე ვთქვათ, საკუთრების თვალსაზრისით პორტის რჩება სახელმწიფოს ხელში, რაც შეეხება ინვესტორს, ის იჯარით იღებს ამა თუ იმ ტერიტორიას და მის განვითარებაზე ზრუნავს. მსგავსი მოდელი როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს როგორც რისკების, ისე მოგების თვალსაზრისით თანაბარ სიტუაციაში ჩააყენებს. მადლობა შოთა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა შოთა ფალავანდიშვილი. მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე დღეს ბრიფინგი ეკონომიკის მინისტრმა გამართა. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, ლენდლორდის მოდელი არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები კი უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩართვებიან, რომელსაც არავითარი კავშირი არ ექნება პორტის მფლობელობასთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს. დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ პრეცედენტი არ არსებობს. უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებიდან მე-11 დღეს გახარიას თანაგუნდელებს ეხმაურება. ქართულ ოცნებაში პარტია საქართველოსთვის წევრების უარგუმენტო და სპეკულაციურ განცხადებებზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზში მომხდარი ჩხუბის შემდეგ გახარიას თანაგუნდელებმა სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს, სადაც ანთავსებენ ქარდებს და ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე გამოძიება დაიწყო. დასახელეს რამდენიმე მაგალითი, მათ შორის სენეგალი, სადაც ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი შემოგვიერთდება. ლიკა, გისმენთ. დიახკესო, ბოლო 10 დღის განმავლობაში გახარიას პარტიამ მხოლოდ 3 შემთხვევის გავრცელება მოახერხა Facebook ქარდების მეშვეობით, როდესაც დეპუტატების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი პასუხი დღეს უკვე გასცა უმრავლესობის ლიდერმა გახარიას გუნდს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირაკლი კირცხალიას თქმით, ქარდი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას სენეგალის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ამ ქარდში გახარიას გუნდმა არ დაწერა ის, რომ ორსულ კოლეგას გაუსწორდა დეპუტატი, მუცელში ფეხი ჩაარტყა და მხოლოდ ამის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიესაჯა 6 თვიანი პატიმრობა ჩხუბში მონაწილე დეპუტატებს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ორსულ კოლეგას. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელიც გახარიას გუნდმა გაავრცელა, ეს არის შეეხებოდა საბერძნეთს, სადაც დეპუტატების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ირაკლი კირცხალიას ინფორმაციით
იქ მძიმე ჩხუბი მოხდა და მძიმე დაზიანებები მიიღო დაპირისპირების შედეგად ერთმა დეპუტატმა. უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით ერთ დეპუტატს სახის ძვალიც კი ჰქონდა ჩამტვრეული ამ ჩხუბის შედეგად. მესამე ფაქტი უკავშირდება, რაც გიორგი გახარიას გუნდმა გაავრცელა დიდ ბრიტანეთში მომხდარ ფაქტს. ეს შეეხებოდა ირაკლი კირცხალიას ინფორმაციით ფაქტს, რომელიც მოხდა არა საკანონმდებლო ორგანოში, არამედ პარლამენტის დეპუტატთა კორპორაციულ წვეულებაზე, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამივე ფაქტთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კირცხალიამ თქვა, რომ ამ 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნებული მხოლოდ 3 ქარდით გახარიას გუნდმა დაამტკიცა, რომ სოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ამასთან ერთად ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ სოფლიოში 1000-ობით და 100-ობით ჩხუბი არის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოებში მომხდარი, თუმცა არასდროს სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 10 დღე ესე იგი ეძებენ, რომ რაიმე პრეცედენტი მოიყვანონ და პირველ რიგში მადლობას ვუხდი გახარიას პარტიას და პარტიელებს, იმიტომ რომ 10 დღის თავზე თუ ერთმანეთს ზუსტად არ ვიცი, თვითონვე დაადასტურეს ის, რასაც ვამბობდი, ჩვენ რომ პრეცედენტი არ არსებობს იმ ფაქტთან დაკავშირების საქმის აღზრდის, რაც მოხდა და იხილა საზოგადოებამ. სულ 3 ფაქტი მოიძიეს 10 დღის ძალიან ისე ვთქვათ, ბრწყალებში საფუძვლიანი ძებნის შემდეგ. ესე იგი, ერთი თუ არ ვცდები იყო ბრიტანეთში, სადაც ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე, მეგონი კარაოკე საღამო იყო, მოკლედ პარლამენტის საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და რაღაც დაზიანება მიაყენა ერთმა მეორეს, რომელიც აქამდეც რაღაც შემჩნეული იყო მსგავს თემაში. ეს ერთი ფაქტი მოიძიეს. მეორე ფაქტი მოიძიეს საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა სახის არეშის, თუ არ ვცდები, რაღაც მაჯის მოტეხილობაც, მძიმე დაზიანება მიიღო დეპუტატმა. და მესამე, რაც მკითხეთ, სენეგალში, სადაც ერთ-ერთმა კოლეგამ მეორე თავის ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი თუ ხელი თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ფეხმძიმე ქალს დაესხა თავს და არ ვიცი ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები, პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვშუალმდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას და ამ თემასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე. თუ ის წარმოადგენს ორსულობის ცნობას, ბატონი ფარულავა. ხლა რაც შეეხება აი ამ ჟივილ-ხივილს და ამ თემის აწევას ერთგვარი, რაც ერთი ყველაფერი იქნეს აბსოლუტურად, აგიტო ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი ზუსტად ის ჯგუფი, რომელიც მოხდა, ასე ვთქვათ, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია, რეალურად ერთი ტრიბუნასთან არ უტირიათ დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. ნუ კიდევ ერთხელ თვითონვე თავიანთივე კვლევით და თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რაც ვამბობთ, რომ რეალურად პრეცედენტი არ არსებობს, იმიტომ რომ 100-ობით და 1000-ობით ჩხუბი უნახავს სოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში. ასე რომ კიდევ ერთხელ ველოდებით ცნობას. საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გახარიას გუნდმა საქმის აღძვრის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა, გააკეთეს ოპოზიციონერებმა ასევე პოლიტიკური განცხადებები, მათ თქვეს, რომ სოფლიოს არაერთ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოებში მომხდარი ჩხუბის შემდეგ არსებობდა პრაქტიკა, რომ აუცილებლად აღიძრებოდა სისხლის სამართლებრივი საქმე. 10 დღიანი ძებნის შედეგები ასე გამოიყურება. გახარიას გუნდმა 10 დღის განმავლობაში დღემდე მოძებნა 3 შემთხვევა და Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა დღეს მე-11 დღეს მათ პასუხი მიიღეს უმრავლესობის ლიდერისგან. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას თბილისში აფასებენ. გაერთიანებული სამეფო საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს. მიზეზად კი საჭო ფინანსური ნაკადების და საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენციას ასახელებენ. ამიერიდან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2230 ფუნტზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებასა და თბილისში გაკეთებულ შეფასებებს ლევან ფანცხავა გაგვაცნობს. ლევან, ეთერში ხარ.
დიახ, საეჭვო ფინანსური გავლენები, დაფინანსება და უცხოეთიდან მიღებული საარჩევნოდ ფინანსური დახმარება. ამ გადაწყვეტილებას ხსნის დიდი ბრიტანეთი იმით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მიიღონ უცხოეთიდან ისეთი დაფინანსება, რომელიც არ იქნება ღია. ჩვენ მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეების მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ამიერიდან პოლიტიკოსები, კანდიდატები, ვალდებულები არიან მათი დაფინანსება გახადონ გამჭვირვალე და დაასაბუთონ რომელი ლეგიტიმური წყაროებიდან იღებენ ისინი ამ დაფინანსებას. უცხოელი დონორებისთვის უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესებით და კანდიდატებისგან მათი დაფინანსების წყაროს დამტკიცების მოთხოვნით ჩვენ მსოფლიოში წამყვან ზომებს ვიღებთ ჩვენი არჩევნების მთლიანობის დასაცავად და საზღვარგარეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამიერიდან პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული. ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი ბრიტანეთის შემთხვევაში კანონში პრობლემას ვერ ხედავენ. მმართველი გუნდი კი მიუთითებს ორმაგ სტანდარტსა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ის რაც მისაღებია დიდი ბრიტანეთისთვის, რატომღაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისგან. ასევე ქართული ოცნების წევრები ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლება ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე და იმ დემოკრატიული ინსტიტუტების და ზოგადად დემოკრატიის არსებობიდან გამომდინარე ამ კანონში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ ეს არის დიდი ბრიტანეთი, ეს არის ბრიტანული კონტექსტი. ჩვენ რომ მივახცევთ ამ დონის დემოკრატიას, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, ერთი და იგივე კანონი რატომ არის მიუღებელი საქართველოში და რატომ არის მისაღები ამერიკაში ან დიდ ბრიტანეთში. ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს და ესე ვთქვათ ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები უნდა იქნას პასუხგაცემული. თითოეული კანონით, ინიციატივით, რომელიც შემდეგ მიიღება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი ფუნქციონირებს, სადაც კანონები იქნება, ხო? ასე რომ, როდესაც საუბრობთ არა მხოლოდ ბრიტანეთზე და ორმაგ სტანდარტზე, ეს არის რომ თურმე მათთვის შეიძლება რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ჩვენთვის თურმე არ შეიძლება ეს. მათთვის თურმე შეიძლება სხვადასხვა ის კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ქვეყანას თურმე უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ის არასწორი სწორედ და ის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომელსაც ძალიან ათლავთ ხედავთ და ძალიან ათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ ეს ჩვენი პოზიცია და ჩვენი პასუხები და ჩვენი ორფეხზე დგომა არის შემდეგ მათი კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, განცხადებებში გამწვავების და ესეთი მძაფრი და უტიფარი განცხადებების გაკეთების საბაბი და მიზეზი. ინფორმაცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ეხება და რომელიც უკავშირდება უცხოეთიდან დაფინანსების პრევენციას, პოლიტიკურ პარტიებზე და კანდიდატებზეა საუბარი საერთაშორისო მედიაში დღეს გამოქვეყნდა. მადლობა ლევან, ქონუსმენდით ლევან ფანცხავას. ოპოზიციაში ისევ დაპირისპირება. სააკაშვილის ფავორიტი ჟორჟოლიანი ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი ირგვლივ გარემო ტოქსიურია. ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს. თავად კი საკუთარ როლს სააკაშვილსა და საზოგადოებას შორის შუამავლად ხედავს. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის ვინ გახდება პარტიის ლიდერი, მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება. ოპოზიციის სრულად დაშლას პროგნოზირებენ ქართულ ოცნებაში. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია. პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა. შენ უნდა იყოს სწორი შუამავალი ხალხს და მიშას შორის, თორემ მე მგონია, რომ ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ ლიქნელობას და აფერისტობას. ძალიან სიმპტომი იყო ეფექტური, რომ თამაშის წესს ადგენს ერთი ადამიანი. ეს ამ ერთ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, კრიტიკის, გინების, ფურთხების. თამარი, მე არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ მას უწოდო დამაკნინებელი სახელი ნანულა ესე არ დავალ მის დონემდე. ხავტომა თამარის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ტოქსიკური გარემოა. მე ესე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას საქმიანი კოალიცია.
ავტოკრატი მანიპულატორი ნარცისებისთვის და მათი მფრინავი მაიმუნებისთვის მუდამ და განგებ ტოქსიკური ვიქნები. რამდენჯერ აგიხსნათ, რომ ავტოკრატიის განადგურება და რესპუბლიკის დაფუძნება მინდა. ნაციონალური მოძრაობა არის ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსული, რომელიც მომავალად ვერასდროს ვეღარ იქცევა. და ეს ადამიანები ახლა როგორც ექცევიან ერთმანეთს უღირსად და როგორც უპირისპირდებიან. ზუსტად ესე უნდათო ჩვენს ქვეყანას მოქცეოდნენ. მაგრამ ძალიან კარგი რომ მათ არ აქვთ ამის ძალაუფლება, ისინი ჩვენს ქვეყანას ისე ცუდად ვერასდროს ვეღარ მოექცევიან, ამიტომ დარჩათ ერთმანეთი და როგორც უნდათ ერთმანეთს ისე მოექცნენ. რა თქმა უნდა, სხვას მათგან არც ჩვენი საზოგადოება დარჩენ არ ველით. ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე, რომელიც ხელისუფლების დამხობის შესახებ მის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. პროცესი ბრალდებული არ დასწრებია მან არც დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ბაჩო ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. გამოდის კადრი. სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გრიგოლ ლინიკოვი 1500 ლარით დააჯარიმა. მან სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დამფუძნებელს შეურაცხყოფა მიაყენა. დღესვე რამდენიმე პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. ანა წითლიძის შეურაცხყოფისთვის გივი ბერიაშვილს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა ბექა კურხული. ობიექტურად და გულწრფელად შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც საერთოდ არ მიყვარს რა არავის ხელის დადება, როდესაც გადაცემაში რის პასუხათაც დაიწერა ეს სტატუსი, შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით იხსენიებენ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, ბუნებრივია გაქვს რეაქცია. ჯარიმაც არ არის პრობლემა, კიდე 3000 იქ 25000 თუ რაღაცა მაქვს, თუ მეტი კიდე ის ჯარიმა დაემატება და მორჩა მაინც დაყადაღებულია. ბექა კურხულის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილი იქნა 166 მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საჯარო კერძოდ მის პირად გვერდზე, საჯარო ხელმისაწვდომის პოსტზე გავრცელა ვიდეოს სახით კომენტარი, სადაც აყენებდა შეურაცხყოფას და გარდა ამისა, მის პირად გვერდზე ასევე გავრცელებული იყო პოსტის სახით შეურაცხყოფელი კომენტარი ბატონი გიე გაჩაჩეგაძის მიმართ, შესაბამისად შედგა მის მიმართ სამართალდარღვევის საქმე 166 მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოიცავს პირწვირმანი ხულიგნობის შემადგენლობას. მამუკა ჭოხანელიძის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-16 პრიმა მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ბატონ შალვა პაპუაშვილს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სამმართველოს მიერ, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალები განშტოების წესებით დაცვით გადმოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღობა და სახელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 2 ბერი. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ნივთკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეფედრონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ალფა-პვპ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. გეგაგელაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას. წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშან-მანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა. 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა. დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში 23 საათიდან დილის 8 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
2026 წლის 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები საგზაო მოძრაობის პირობებში უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის გაზომვას. გაზომვა განხორციელდება საერთაშორისო ISO სტანდარტების შესაბამისი პორტატული აპარატურის მეშვეობით. ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მიერ გამოცემული ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ასევე ქულათა სისტემაში 10 ქულის შემცირებას. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 200 ლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო ქულათა სისტემის 20 ქულის შემცირებას, მესამე და ყოველი შემთხვევა კი 300 ლარის ოდენობის ჯარიმას და ქულათა სისტემაში 30 ქულის შემცირებას. თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. ის თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე KIDS.org.g 3 ეტაპად წარიმართება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო დილის 10 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისამდე. რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 13 ივლისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველოს განათლების მინისტრი ქუთაისის 23-მე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო. გივი მიქანაძემ საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი. დილიდანვე აბიტურიენტები აქტიურად მოემართებიან საგამოცდო ცენტრისკენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-ვე საგამოცდო ცენტრს ვესტუმრებით ამ დღეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის არა მარტო გავეცნოთ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, ასევე გავამხდევთ თითოეული აბიტურიენტი, უსურვოთ კარგი განწყობა და რა თქმა უნდა ყველანაირი პირობა არის შექმნილი და დაცული იმისთვის რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს თავისი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენის შესაძლებლობა. დღეს აბიტურიენტები დაიწყებენ უკვე გამოცდის ჩაბარებას უცხოურ ენაში, 2 დღის მანძილზე ჩააბარებენ გამოცდებს ინგლისურ ენაში, გამომდინარე იქედან რომ ინგლისურ ენას ყოველწლიურად გაცილებით მეტი აბიტურიენტი ირჩევს ვიდრე სხვა უცხოურ ენას, ხოლო უცხოური ენის გამოცდას დავასრულებთ 8 ივლისს, როდესაც აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში. კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო აფერხებს თუ არა ეს საქმე მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ სათაურით სტატიას გამოცემა ბერლინერ ცაიტუნგი აქვეყნებს. მედიის ინფორმაციით მოლდოვის პრეზიდენტის ნათესავები მაღალ სახელმწიფო უწყებებში დასაქმდნენ, რის შემდეგაც სანდუსთან დაკავშირებული შესაძლო ნეპოტიზმის და კორუფციის ბრალდებები მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ სანდუს ერთი ბიძაშვილი საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში პრეს-სპიკერის პოზიციაზე დაინიშნა. მეორე კი პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი გახდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ხმაურიანი სკანდალი იმ ფონზე ვითარდება, როდესაც ქვეყანა ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე თანამდებობიდან გადადგა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და დაიშალა მინისტრთა კაბინეტიც. რუსული ძალების მასირებული სარაკეტო იერიში სამიზნე უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი გახდა. თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ ჩამოიშალა მრავალსართულიანი კორპუსები. დაიღუპა 10 და დაშავდა 46 ადამიანი. პარალელურად რუსულმა ძალებმა საავიაციო ბომბით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ცენტრზე. მედიის ცნობით დარტყმის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. 13 ადამიანი კი დაშავდა. რუსეთის ძალების სამიზნე გახდა ოდესაც ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. განადგურებულია კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სროლის შედეგად ბრუკლინში, კონი-აილენდის რაიონში სულ მცირე 8 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 4 ბავშვია. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველების განცხადებით შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო. თამაშის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის მეორე პერიოდში ესპანელები მნიშვნელოვნად იგებდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე საქართველოს ნაკრები 2 ქულით დაწინაურდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 91-99 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩში კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ისტორიული რეკორდით დააფიქსირა. მან 27 ქულა ჩააგდო. მანამდე 36-36 ჰქონდა ჩაგდებული ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს. ჯვაროსნები მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაკებით გადავიდნენ. სასწაული თამაში იყო და სასწაული გამარჯვება და ყველას მადლობა გამარჯვება თული ამდენად ყველამ სული და გოლი ჩადო, მაგრამ კაპიტანს მაინც გამოარჩევდა სასწაული. მადლობა 32 ქულა ჩააგდო, ყველას მადლობა, ყველას მადლობა. ალექსანდრს განსაკუთრებული მადლობა, რაც ყველას მადლობა, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდით სოფლიოზე გასვლისთვის და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, წარმატებინა გესურვებთ. ერთი, ორი, სამი. საქართველო! ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ჩვენებურების დასკვნეთი გალა კონცერტი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში გაიმართა. ღონისძიება ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალი აჭარის მთავრობის აქტიური ჩართულობით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო არაერთი მასშტაბური ღონისძიება. ჩამოველით და ლამაზი კონცერტი იქნა, თქვენი თავი ნახვას კი მეხარდა ამფერი მოყრირობას, სულას გვიყვარს, რომ ერთმანეთ იმპოვე ახლოსდებით, ვამბობთ, რომ თურქეთში ვართ ჩვენ, ჩვენებურები ვართ, მარტო არ ვართ, იქ ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენ არ გვივიწყებენ, ყველა მოყრაზე აქ მოდიან და მარტო არ ხვდებენო, გვიხარია. ფორმატი იყო სრულიად განსხვავებული. პირველად იყო ფესტივალი დახურულ სივრცეში, ბურსას მნიშვნელოვან დარბაზში, ვოკალური ანსამბლი ბათუმი და არსიანი, მოცეკვავეთა ანსამბლი, რომელიც იყო წყინვალე და გვასახელეს და ხალხის აღფრთოვანება დაიმსახურეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენებურები კიდევ დიდხანს გაიხსენებენ ამ არაჩვეულებრივად ემოციურ კონცერტს. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.